საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლის მოსწავლეებსა და ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა ალექსანდრე წულაძემ 179 საჯარო სკოლაში გამართულ სახალისო შემეცნებით აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ 179 საჯარო სკოლის მოსწავლე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. სურს მიულოცა ყველა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და უსურვო მათ ლაღი, ბედნიერი და თავისუფალი მომავალი. ჩვენი მთავარი საზრუნავია უზრუნველყოთ ყველა სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის სკოლებში ხარისხიანი განათლების მიწოდება, უსაფრთხო გარემო და ჯანსაღი სასწავლო პირობების შექმნა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ეს სკოლა 179 საჯარო სკოლა აქვს. ხვიჩა კვარაცხელიას დამთავრებული. მიულოცა ასევე მას ამ უდიდეს გამარჯვებას და მისი გამარჯვება შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან კარგი мотиваცია ყველა ქართველი ბავშვისთვის იმისი, რომ ოცნებები ხდება. მიულოცეთ ბავშვებს დღევანდელი დღე მშობლებს უსურვოთ წარმატება, სკოლა ნამდვილად წარმატებულია, მადლობა გადაუხადეთ პედკოლექტივს და რაც ყველაზე მთავარია, ეს სკოლა ხვიჩა კვარაცხელიას სკოლაა. ამ სკოლაში მოსვლითაც კიდევ ერთხელ ულოცავთ ხვიშას გამარჯვებას, წარმატებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სკოლის ძალიან ბევრი ბავშვისთვის ხვიჩა იქნება მაგალითი იმის, რომ ყველაფერი შესაძლებელია და აუცილებლად წარმატებული უნდა იყოს. ძალიან ლამაზი დღე გქონდა თბილისის 179 საჯარო სკოლაში. სხვადასხვა აქტივობები იყო გამართული ბავშვების ჩართულობით და ძალიან მხიარული დღე გამოუვიდათ, ვფიქრობთ და ეს დღე მათ მეხსიერებაში ვფიქრობ იქნება ძალიან დასამახსოვრებელი.